გავრცელებულ ვიდეო მასალას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია ყველა მონაწილის დასჯას ითხოვს. ხელისუფლების ოპონენტები ასევე ხელმძღვანელი პირების სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. მართლ გუნდში კი ამ განცხადებებს მანიპულაციას უწოდებენ და ამბობენ, რომ აღნიშნული მედია საშუალების წარმომადგენლებმა და ოპონენტებმა კარგად იციან, რომ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება სამართალდამცავმა უწყებამ უკვე მოახდინა. სისტემა ჟონავს და რამდენიც არ უნდა ეცადოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგვაჯეროს, რომ ვითომ ეს ყველაფერი არის ერთჯერადი ეპიზოდური ძალადობის ფაქტები, ყველამ კარგად ვიცით, რომ სინამდვილეში ეს არის სისტემური წამების პრაქტიკა, რომელიც არის დამკვიდრებული საქართველოს პოლიციაში, მის განყოფილებებში. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვნახეთ გორში შემთხვევით გადაღებული ადამიანების წამების ღირსების შელახვის ამსახველი კადრები. ეხლა უკვე ზუსტად ვიცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თავად იღებენ წამების ამსახველ ვიდეო მასალას და აზიარებენ შემდეგ სხვადასხვა ჩეტებში. უნდა გვახსოვდეს ყველამ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების შვილებს, თქვენ შვილებს აჩერებენ ქუჩაში, სცემენ, აწამებენ და უსწორდებიან მიყრუებულ სამშენებლო ადგილებზე, როგორც ჩვენ ვნახეთ გორში, ჩაკეტილ საპოლიციო უწყებებში, პოლიციის შენობებში, მაგრამ ეს ყველაფერი ცხადი და საჯარო ხდება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა ვინმე ახერხებს ამ ყველაფრის ვიდეო კამერაზე, ტელეფონით გადაღებას და გასაჯაროებას. უნდა დაისაჯოს ყველა პირი, მათ შორის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც არიან თანამონაწილე ამ დანაშაულში. ნიშნულობა არ აქვს სიმართლე თუ გინდათ ეს ცემის კადრები ახალია თუ ძველი არის, აქ ფაქტი სხვა რაღაცა არის. ეს ფაქტი არის, რომ ეს არ არის ერთჯერადი ფაქტი. ჩვენ თვალით ვიხილეთ ერთი თვის წინ გორში მოხდა ზუსტად იგივე უფრო შემზარავი ფაქტი. ჩვენ თვალით ვიხილეთ აქციებზე, როგორც ურწყავდნენ მოქალაქეებს. ამის თქმა მინდა, რომ ეს არის სისტემური დანაშაული. და სისტემური დანაშაული, როცა 10 პოლიციელი ერთ ადამიანს ურწყავს და არც ერთ პოლიციელს არ ებადება კითხვა, რომ ადამიანებო რას ვაკეთებ და იქნებ არასწორია ეს, რასაც ვაკეთებ და გავჩერდეთ, აი ეს კითხვა რო არ იბადება, ეს ნიშნავს, რომ ამის ნება სისტემაში დართულია. ის რასაც ცდილობენ რადიკალები თავს მოუხვიენ ჩვენ საზოგადოებას, თითქოს სახაზე რაღაც სისტემურობა დანაშაულის, ეს არის მტკნარი სიცრუე, თუ მათ უნდათ ნახონ სისტემური დანაშაულები, ცოტათი ისტორიულად უნდა 2012 წლამდე გადავიდნენ, ნახონ მათ აქ სიტუაცია, როგორ იქცეოდა ძალოვანი სტრუქტურები, მართლაც რა სისტემურ დანაშაულს ჰქონდა ადგილი და რაც არაერთგზის იყო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადასტურებული საკუთარი გადაწყვეტილებებით. ჩვენ რასაც ვაკვირდებით, არის სამწუხაროდ კონკრეტული ფაქტები, კონკრეტული დარღვევისა, რომელზედაც სახელმწიფო არის მაქსიმალურად ადეკვატური, ის იძიებს ასეთ ფაქტებს. ფაქტი ძალიან ცუდია, ხო, რაც ნახეთ, ნამდვილად კრიტიკას ვერ უძლებს და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფოს მხრიდან მაშინვე მოყვა რეაგირება და სამივე ადამიანი, როგორც ჩვენ ვიხილეთ განცხადებაში, არის პასუხისმგებაში მიცემული. აქ არის მეორე სამწუხარო თემა, რომ ეს კონკრეტულმა ტელევიზიამ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან დაკავშირებით იცოდა, შესაბამის უწყებას მიწოდებული ჰქონდა ინფორმაცია და მიზან მიმართულად არ მოხდა ამ ყველაფრის გავრცელება და მიზეზი მე მგონი ყველა ხვდებით რა არის, აქ ძალიან მარტივად იხსნება ყველაფერი, რომ ნებათა ღელვა გამოეცვიათ საზოგადოებაში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კონკრეტული ტელევიზიები მანიპულირებენ კონკრეტული საკითხები. თუ კი რაიმე გადაცდომა, ძალადობა იქნება პოლიციის მხრიდან, ამას მოყვება როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება.